ჩვენ ვიცით რომ მერქი უხილავია და ხისთან თვითონ თქვა რომ მამას ეციები არავის უხილავია მაგრამ შევანდელ სახარებაში თვითონ შეესწრაფე ვიყოდა რომ თუნე შეიძლება მერქი უხილავს ადამიანს და თუნე მერქი ჩვენ შორის არის და ყოველი ადამიანში უნდა დავინახოთ მერქი უზენაესი რადგანაც ყოველი ადამიანი ხატავს თიშად შექმნილი თვითონ მერქის და მერქი თავის შემოქმედებაში ხადია ნებისმიერ შემოქმედებაში რაც მან შექმნა ყველაფერში თავისი სული ჩადო გულით გააკეთა შექმნა მაგრამ თავისი შემოქმედებით მწვერვალი რომელიც არის ადამიანი მასში ნამდვილად თავისი სული ჩააქსოვა და თავისი სული ჩაძლო და თუ ჩვენ თურმე კეთილად მოვიქცევით ნებისმიერ ადამიანს და შევიყვარებთ და თანავუგზნობთ და დავაყურებთ შიეს და შიშველს შემოსავთ და უცხოს შევისმარებთ და ავადმყოფოს მიხედავთ და პატიმრებსაც კეთილად მოვეცდოთ და მომინახულებთ და თანავუგზნობთ მაშინ თურმე ჩვენ ქრისტესთან აგვაქვს ესეთი ურთიერთობა კეთილი ღმერთთან უზენაეს და ყოველი ადამიანში თუ ღმერთს დავინახავთ მაშინ უკვე ღმერთი ჩვენ როგორც ცხოვას ისე გაგვაყენებს თავის მარნი და სასუფეველში დაგვამდიდრებს ხოლო თუ ჩვენ ნებისმიერ ადამიანს არ შევხედავთ ისე როგორც უნდა შევხედოთ და ვხედავდეთ და ღმერთს და დავინახავთ უცხოს მწვერვალს ჩვენგან არ მივხედავთ მას როცა უჭირს მაშინ ჩვენ ღმერთის მიმართ იქნებით მწვრთნული და არაკეთილ განწყობილი ნებისმიერ ადამიანს ერთამიტის სულზე ვინც არის ყველა ადამიანში ჩვენ უნდა დავინახოთ იესო ქრისტე ეს არის ქრისტიანი აი ეს მითხრა და ჩაგვავონოთ ეს იესო ქრისტე და ვინც ამას ასრულებს მე მაგალითად მიჩნევ მაგრამ მინდა რომ ასრულოთ ვერავთ უნდა ისეთი ქრისტიანი და თავენ მსგავსებით იმ ხებს რომელიც ღმერთმა ეჯახეთი გააკეთა ღმერთმა მოგზნადოს დიდი ძალა დიდსულოვნების რადგანაც თურმე რომ შევძლოთ ყველა ადამიანის შეყვარება როგორც საკუთარი თავის რომ შევძლოთ საკუთარი მტრის შეყვარება როგორც საკუთარი თავის და როგორც ღმერთისა ის მოგზენილი ღმერთისა განხორციელებული ღმერთისა ამას იღება დიდი სული და ღმერთმა მოგზნადოს ეს და თურმე რასაც ვიცხოვთ ის მოგვეცემა და ვიცხოვოთ ღმერთისა და დიდი სული მადლი ვიცხოვთ და თუ ჩვენში დამკვიდრდება სულისმირის მადლი ღმერთი თუ დამკვიდრდება ჩვენში ის ხადია მაშინ კეთილად ჩვენ ცხოვრებას ამინ ამინ